იპოვეთ -2-ჯერ f-6-ის დამატებული g1-ის. ეხლა ეს რას ნიშნავს? მაქვს f ფუნქცია და g ფუნქცია და -6-ში რა მნიშვნელობაა აქვს f ფუნქციას, ის უნდა ჩაისვას აქ და 1-ში რა მნიშვნელობაც აქვს g ფუნქციას, ის უნდა ჩაისვას აქ. ნუ საბედნიეროდ გრაფიკები მაქვს ამ ფუნქციების და მოდი განვსაზღვროთ ახლა. ჯერ ვნახოთ -6-ში f ფუნქციას რა მნიშვნელობა აქვს და ეს მნიშვნელობა როგორც ჩანს, აი ზუსტად შესაბამება ეს წერტილი და არის 7. ამიტომ გამოდის რომ f-6-ის არის იგივე რაც -7 რატო? f-6-ის არის იგივე რაც 7 და ახლა g1-ის ვნახოთ, ანუ წერტილში ერთიანი, როგორი არის g-ის მნიშვნელობა, ეგ გვაქვს g. ამიტომ ჩამოვალ ქვემოთ და აი აქ არის g-ის მნიშვნელობა -5. ესე იგი ეს არის -5. ამიტომ ახლა ამას თუ გადმოვწერ მე, მექნება -2 გამრავლებული 7-ზე და ამას დამატებული -5. ეს რისი ტოლი არის? აქ მაქვს -14 და აქ +-5 არის -5. ამიტომ საბოლოო ჯამში გამომდის, რომ ეს ყოფილა -19-ის ტოლი. ანუ ამ გამოსახულების მნიშვნელობა არის -19.